ცუდი სიტყვები ცუდია, მაგრამ უნდა გამოვიყენო ახლა. სხვა გზა არ მაქვს, იმიტომ რომ უნდა მივმართო. ბატონო შალვა პაპუაშვილო, როგორ არის BBC-ს სარჩელის ამბავი? გვახსოვს რომ დაგვპირდით. გვახსოვს რომ მიმართეთ. გვახსოვს რომ პირველმა ინსტანციამ BBC-ში უარი გითხრათ განხილვაზე. და მაშინ დაგვპირდით რომ მეორე ინსტანციას მივმართავთ. BBC-ს შიგნითვე. ხოდა აი მეორე ინსტანციამ რა გითხრათ? მეორე ინსტანციამაც უარი გითხრათ? თუ მეორე ინსტანციამ უარი გითხრათ, მესამეს თუ მიმართეთ, თუ არსებობს BBC-ში ამდენი, თუ BBC-ს შიდა რესურსები ამოწურეთ, მიმართეთ თუ არა მაგალითად ლონდონის სასამართლოს. აი რაღაცა პარიკიან ყულულებიან მოსამართლე პროკურორებთან თუ მიიტანეთ ეს საქმე. ან ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში თუ მიხვედით, იქ თუ მიიტანეთ სარჩელი BBC-ს წინააღმდეგ. იმიტომ რომ 9 თვე გავიდა უკვე. 9 თვე გავიდა, ნოემბერში გამოაქვეყნა BBC მის ფილმი და ამ 9 თვის განმავლობაში ეს ბრალდება ვაიდა შეგახმეთ. ვაიდა შეგახმეთ ბრალდება რომ თქვენ ულეგიტიმურესი ხელისუფლება საქართველოსი პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღით წამლავდით საკუთარ მოქალაქეებს. უბრალოდ იმიტომ რომ არ მოგეწონათ მათი პოზიცია. ვაიდა შეგახმეთ ეს ბრალდება. ამიტომ მე მგონი ცოტა უნდა იჩქაროთ. ცოტა უნდა იბწკინოთ. ხო და ამასთან ერთად გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელის ამბავი როგორ არის? ორი იურიდიული კომპანია რომ მიუგზავნა იმ ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ, რომელიც კრიპტოვალუტას აწარმოებს, მაგდენი ვიცით. მაგდენი გავიგეთ. ფილმის ავტორებისგან ვიცით. და ვერაფერს რომ ვერ გახდნენ ეს იურიდიული ფირმები, ეგეც ვიცით. ვერ წააშლევინეს გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს ის ფილმი, რომელიც სვამდა კითხვებს. ემანთ შემთხვევით ბორია ივანაშვილი პუტინისთვის ხო არაკეთებს, ამზადებს, აწარმოებს საქართველოში ბიტკოინებსო. იკითხეს მხოლოდ და მხოლოდ. იკითხეს. ხო და ვიცი რომ თქვენ ამაზე გაბრაზდით და ვიცი რომ აპირებდით რაღაც ფორმით რეაგირებას და აი ეგ საქმე როგორ არის? მაგაზე რეაგირება თუ მოახდინეთ, მაგაზე თუ შეიტანა ვინმე სარჩელი. იმიტომ რომ ვაიდა ეგ ბრალდებად შეგახმეთ, ეგ კითხვაც შეახმეს ბატონ ბურის. ასე არ შეიძლება. ამ კითხვებით, ასეთი ეჭვებით თქვენ შორს ვერ წახვალთ. მაგრამ მე მესმის რომ თქვენ შეიძლება არ ენდობოდეთ არც გერმანულ, არც ბრიტანულ სასამართლო სისტემას, იმიტომ რომ დიფტეიტები არიან ეგენც და მეორენც. ხო და გამოსავალს გთავაზობთ ამიტომ. აიღე და ამ ყველაფრისთვის იმათაც და ამათაც უჩივლეთ სინგაპურის სასამართლოში. აი როგორც თქვენი ხაზენი ბატონი ბორისი აკეთებს ხოლმე შვეიცარიულ ბანკს რო უჩივლა სინგაპურში. მაგას კაი ხოდები აქვს გაჭრილი, საჭირო ხალხს იცნობს და დარწმუნებულია რომ სინგაპურის სასამართლო ჭეშმარიტების მხარეს დაიკავებს. მით უმეტეს რომ იქ ამასწინათ ოფიციალური ვიზიტით ბატონი ირაკლი კობახიძეც იყო. ხო და იქნებ სამართალმა პური იქ მაინც ჭამოს. ბატონო შალვა.